გამარჯობა. მოძრაობა დავიწყე კოჯრის ცენტრიდან. ხოლო რაც შეეხება დღეს, ეს არის დღეს იქნება სამდღიანი თვითგადარჩენის, ანუ უბრალოდ მარტო ლაშქრობის წყლის მოპოვების, საკვების მოპოვების ამ ჩელენჯს უნდა უმადლოდეთ ბატონ ჯაბას, რომელიც რა თქმა უნდა არის აისის ამაყი წევრი და მე როგორც ერთ-ერთი აისის ამაყი წევრი ამ ჩელენჯს უერთდები. დავიწყე დაახლოებით 12 საათზე მოძრაობა, გვიანი დასაწყისია. დღეს მიზანი არის რაც შეიძლება მეტი მანძილი დავფარო, დღის განმავლობაში სანამ დღის შუქი არის. მოვიწყო თავშესაფარი, დავანთო ცეცხლი. აზეულაზეც ამოვედით. აი ესეც წმინდა გიორგის მამათა მონასტერი. მოკლედ ბავშვებო, დაიმახსოვრეთ. აქ არის მაღალი ძაბვა. ამაზე ასვლა არ შეიძლება. უსმინეთ? კაბენის მონასტრამდეც მოვედით. ბევრი არ გვივლია, ერთი გამოსეირნება. აი ესეც მეორე ჩანჩქერი. ისევ ნისლია. აი როგორც ხედავთ, დღეს წიწვების ჩაი გვექნება. აი აქ გადავწყვეტე კარვის დადგმა. ცეცხლით ასანთება საკმარისი. ესე იგი სანამ ზის შუქი გვაქვს ცოტა ღამდება უკვე. შესაშური კოცონი გვაქვს. ეს ისთვისა რომ ქარმა არ დაარტყას აქეთ ყვამს და სახეში არ წამოვიდეს. ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელია ნამდვილად. დილამშვიდობის, როგორ ხართ? კარგია, თბილსაძილი. გუშინათ საათზე რო დაიწყო წვიმა, არ გაჩერებულა. ამაღამ ერთხელ გამეყვიძა მარტო. შანტი ჩალაგებას კიდევ აი კარვის აშლა წვიმაში. ზოგი არ აკვირდება ხოლმე, მაგრამ კარგი ბალიში, კარგ ძილში ნამდვილად გეხმარებათ. არც ისე მძიმე არის 50 გრამი.
სნიკერს ნამდვილად მირჩევნია, რომ ღამე ბალიშზე მეროს თავი. რაც შეეხება ტექნოლოგიას, წამოღებული მაქვს მე მხოლოდ ერთი smartphone და ორი power bank, ერთი 10,000-იანი, ერთი 20,000-იანი. ხარისხიანი თუ გაქვთ 20,000-იანი შეიძლება გეყოთ 3 დღეზე, უბრალოდ აქედან 2 ღამეზე. სიგნალეში სიარული თუ მოგიწიათ, თავის ფანრის დატენვაც მოგიწევთ და ასე რომ ყოველ შემთხვევაში სადარიგო წამოიღეთ თან მithumetes თუ არ იცით რამდენად ხარისხიანია power bank. და სათადარიგო ტელეფონიც ყოველთვის კარგია, რომ აი პატარა წყალგამძლე, დაგდებაგამძლე ტელეფონი, რომელშიც დამატებითი SIM კარტი იდება, რომ ყოველი შემთხვევისთვის დაუშვათ ძირითადი ტელეფონი თუ გაგიწყდა და smartphone-ები ძალიან მარტივად ტყდება. ერთი პატარა Nokia-s მსგავსი ტელეფონი, როცა გიგდია და რამე რო დაგჭირდეს, დარეკავ. ძალიან კარგია თავის დასაზღვევად. რომ წავამეღო, კარგი იქნებოდა. ლაინერ შიგნი ვევტოვებ. ესეც ჩვენი საძილე. კარავს ვშლი შიგნიდან. ვინაიდან გარეთ წვიმს, ჯერ შიდა ნაწილს დავშლი, გავათავისუფლებ და მერე გარეთ რომ გავალ, პირდაპირ ავკეცავ ტენტსაც. მოხდა ის, რაც გარდაუვალი იყო, წვიმასთან ერთად თოვლიც დაიწყო. მხოლოდ თოვლში მივაბიჯებ ენაგეთის წმინდა გიორგის სალოცავისაკენ. აი ასე გამოიყურება ჩემი ხედი. თოვლი ნამდვილად ლამაზია და მომაკვდინებელი. შვენივრად გამოიყურება. 10 კილომეტრში იყო შემდეგი გაჩერება და ამ თოვლში იქ რომ მივიდოდი, ბანაკს ვეღარ გავშლიდი. ვეღარ მოვასწრებდი ფიზიკურად. ამ პირობებში 10 კილომეტრის გავლას და პლუს ბანაკის გაშლას, ცეცხლის დანთებას და ყველაფერს. ამიდმა ცოტა შეცვალა გეგმები, მაგრამ დაახლოებით 10 კილომეტრი უკვე გავლილი მაქვს დღეს. ბანაკი გაშლილია, ცეცხლის დანთება, შეშის მომზადება და ცეცხლის დანთებას ვაპირებ ახლა და ხვალ და დღეს ავარჩევ რომელი გზით დავბრუნდე. მოკლედ ცეცხლი კი დაინთო, მაგრამ ხლად კარგი არ გამოვიდა. ამასობაში დავსველდი და ისეთი ბევრი ენერგია წაიღო რა. საკმაოდ სადაც გავხურდი. აი ხა შალი დასაცველი უნდა ჩავიცვა, თორე უკვე მაგანკალებს. ეს ამინდი თოდა ისეთი. ეხლა ცოტა შალდასაცველი ჩავიცვევ, ხლის დანთება საერთოდ არ მჭირდებოდა. ახლა მე უბრალოდ ესეთი ერთგვარი მოთხოვნილება მქონა, რომ დამენთო, დანთებით დავანთე, ჩაქრობით თვითონ ჩაქრეს. მოკლედ ეს ჩემი პირველი ლაშქრობა არის თოვლში. პირდაპირ ზედმათოს, მაინც ახლა ხეებთან ვარ ქარის მოშორებით, მაგრამ აი ზედმათოს. ესე იგი, სრულ მზადყოფნაში ვარ,
საძილე მაქვს, ბალიშიც რა თქმა უნდა მაქვს. საძილეს ჩემი საძილეს კომფორტი არის -3. -3-ზე მეტი არ ეწერა ამ ინჩი, მაგრამ -3-ზე მეტი შეგრძნება იქნება. ჩავიცმევ შიგნიდან რაც ყველაფერი მაქვს და ამაღამ გავდო შეიძლება კომფორტულად არ ვიყო, მაგრამ არ შემცირდება ძალიან რა, შეიძლება ვერ დავიზინო. არა უშავს. ნახე მოკლე, ამიდის გამო ეხა ამ თოვლმა უფრო იმატა. კოჭზე მაღლადებს უკვე თოვლი. ამ თოვლში არ მინდა გაურისკო წასვლა, იმიტომ რომ მარტო ვარ და თოვლში ლაშქრობის გამოცდილება არ მაქვს. ხო და აქვე დაახლოებით 2 კილომეტრში, 3 კილომეტრში ენგათი არის სოფელი და დასახლება. და იქ ჩავალ და იქიდან ცივილიზაციის გვერდით გავაგრძელებ სიარულს. მარტივად რომ გავიაროთ, ახლა როგორი სისტემა მაქვს შემუშავებული. ეს არის სათხილამურო შარვალი, სალაშქრო შარვალი არ არის. მაგრამ სხვა არ მქონდა მომენტში და ეს ჩავიცვი საკმაოდ კარგად უნდა იმუშაოს, ესე ვფიქრობ. რაც შეეხება ძილს, გასაბერილეები კომფორტისთვის დიდად ეს სითბოს არ ანარჩუნებს და ქვეშსაგები, საძილე -3 გრადუსიანი, ბალიში ძილის უკეთესი ხარისხისთვის და ძალიან თუ შემცივდა შემოვიკრავ აი ამას. მოკლედ, ვინც ახლო მომავალში დააპირებთ თოვლში სალაშქროდ წამოსვლას, მოგიწევთ თოვლის დადნობა. საკმარისი წყალი მომარაგებული წინასწარ. ვინაიდან მე აქ გაჩერებას არ გეგმავდი, წყალი შემომაგლდა. ეხა თოვლს დავუმატებთ ცოტა წყალს, ან წყალი თუ საერთოდ არ გვაქვს, ჯერ ძალიან ცოტა თოვლს დავადნობთ და შემდეგ ჩავამატებთ და ჩავპრესავთ დანარჩენს. იმიტომ რომ თოვლი ძირითადად ჰაერია და ძალიან ბევრი საწვავი დაგეხარჯებათ იმის დადნობაში. პირველ დღეს არ მივეცი ჩემ თავს უფლება რომ მეჭამა. მაინც ვიფიქრე რომ რაღაცას ჩემით ვიპოვიდი. მაგრამ სოკო საერთოდ არ შემხვედრი, ანუ 2 სოკოს ცნობა ვიცი. ზუსტად 2 სოკოს ცნობა ვიცი. დარწმუნებით რომ უსაფრთხოა საჭმელად. დავუშვათ 2 სხვადასხვა მცენარე ვიცი. ეხა 100 კილი და წიწვების ჩაი, რა თქმა უნდა და მაგრამ არაფერი არ შემხვედრია. ისეთი არა სოკო არ შემხვედრია, რკოებიც კი. რკოები შემხვდა. შევაგროვე ცოტა, მაგრამ ყველაჭიანი იყო. ყველაჭიანი სადაც რკოები შემხვდა. ასე თავისუფლად რკოებს ვერ შეჭამთ, რკოები თუ გინდათ ჭამოთ, არის ძალიან მწარე. რამოდენიმეჯერ მოგიწევთ რომ მოხარშოთ, ანუ წამოადუღოთ წყალი, გაუვა ის სიმწარე, მე თავიდანო წამოადუღოთ და აი ესე რამოდენიმეჯერ სანამ და გამჭვირვალე ფერის სითხე არ დაგრჩებათ წამოდუღების და მოხარშვის მერე და მერე შეგიძლიათ შეჭამოთ. მაგრამ გუშინდა დღეს თავისუფლება მივეცი რომ წამოღებული საჭმელი მეჭამა, ვინაიდან აუცილებელია დავუშვათ ძილის წინ ჭამოთ და დილას ჭამოთ, იმიტომ რომ მეტაბოლიზმი იმუშაობს და სითბო შეგინარჩუნდეთ. აი მთელი ჭიქა დაპრესილი თოვლისგან და პლუს წყლისგან, აი ნახევარი ჭიქა თუ გამოვა დადნობის შემდეგ. დღეს დილით გვექნება პამიდრის წვნიანი სოკოსთან ერთად. სოკო ბოლოს რომ გავსინჯე არ მომეწონა, სამაგეროდ პამიდორი მიყვარს.
ცოტა კალორიებით რო დავიტვირთოთ და 120 გრამით სუბუქად ვიაროთ. მომზადებ ორივეს ერთად. კი, სწორად ხედავთ, სულ ფხვნილია. ეს არის თურქული წუნიანი, რომელსაც ქვია ჩორბა. არ აქვს არანაირი დამატკბობელი, არანაირი არ აქვს დამატებული, არანაირი ტრანსცხიმი არ აქვს დამატებული და მაგიტო ჭამ. ვინც მიცნობს იცის რომ წინააღმდეგი ვარ ტრანსცხიმების და დამატკბობის, არაბუნებრივი დამატკბობლების, ასე რომ ეს სუპები ძალიან კარგ დროს მომევლინა თავს. და სხვათა შორის აი ეს ერთი პაკეტი შეგიძლიათ გახსნათ 1 ლიტრ წყალში. 1 ლიტრ წყალში და შესქელებული წუნიანი გამოგივათ. მე ერთ პაკეტს ვხსნი 9 litrში. ახლა გავხსენი 2 პაკეტი. რაც მომცემს სქელ კრემსუპს. ანუ ერთი პაკეტით შეგიძლიათ 4 კაცი დააპუროთ. უგემრიელესი წვნიანია. ნუ ვინც ხელოვნურ დამატკბობლებს და ტრანსცხიმების ჭამას ხართ მიჩვეული, შეიძლება თქვენთვის საკმარისად გემრიელი არ იყოს. მაგრამ რო ვიცი რომ ლაშქრობის დროსაც კი გამომდის ის რომ მსგავსი პროდუქტები არ მივიღო, ესეც უკვე სახალისოა. ადამიანების უმეტესობა საპატიო მიზეზად თვლის არაჯანსაღი საკვების და სასუსნავების ჭამას ლაშქრობის დროს. მე მათ რიგში არ შევდივარ. ძალიან კარგი არომატი დგას ჩემ კარავში. სხვათა შორის იმ თოვლს კიდევ დავამატე და ერთი ჭიქა წყალი გამომივიდა. აი 5 წუთიც არ დაჭირვებია და უბრალოდ მუდმივად უნდა ურიოთ რომ არ მიიწვას. აი ესეთი უგემრიელესი კრემსუპი გამოვიდა. კალორიულობით დაახლოებით არის 60 გრამზე, უფრო სწორედ 100 გრამზე არის 330 კალორია. არც ისეთი კალორიულია, თუმცა დამატებითი კალორიებისთვის ხილი და ქიშმიში მაქვს. არასაკმარის კალორიებზე ფუნქციონირებაც არ მიჭირს. როგორც ჩანს, ღამით რაღაც ცხოველმა მომინახულა. ტურასთვის ძალიან დიდი ნაბიჯები აქვს, ან ზუსტად შეიძლება ძაღლი იყო. აი ასეთი ლამაზი დღე გვაქვს დღეს. თითქმის მუხლამდე თოვლია, თუმცა უნკლავდებით. დაახლოებით 1 საათში ვიქნები დანიშნულების ადგილზე. ან მეტში, ან ნაკლებში, იმიტომ რომ თოვლში კარგად ვერ ვზომავ, სანზღვრავ, რამდენი ხანი მჭირდება სასიარულოდ. იმიტომ რომ პირველად დავდივარ თოვლში ლაშქრობაში. ნახოთ რა იქნება.